მოგესალმებით. ვიდეოში განვიხილოთ Photoshop-ის შემდეგი საშუალება, ეფექტი, ასე ვთქვათ. ანუ რა ხდება, ჭიქას, როდესაც მასში ასხია ცივი სითხე, ასე ვთქვათ, აქვს ეფექტი, აქვს ნისლი, ან წვეტლი წვეთები, რომელთანაც ჩვენ ხვდებით, რომ ის არის ცივი, ანუ ვიზუალურად ეს ჩანს. ამ შემთხვევაში გვაქვს ლუდის ჭიქა, სადაც სავარაუდოდ ცივი არაფერი არ ასხია, იმიტომ რომ მას გარედან ნამი, ასე ვთქვათ, არ აქვს. იმისათვის, რომ ეს ეფექტი გავუკეთოთ Photoshop-ის საშუალებით, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. და სწორედ ამას განვიხილავ დღეს. ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაგჭირდება ჭიქა და მისი სურათი. და ეს დავიწყოთ უკვე რედაქტირება. რედაქტირებულ სურათზე აუცილებელი ახალი ფენის გახსნა, ამაზე ჩვენ წინა გაკვეთილებზე შევთანხმდით, ამიტომ ვიწყებ ახალი ფენის გახსნას. გაიხსნა ახალი ფენი და უკვე შემიძლია ჩავატაროთ ცვლილებები. ავირჩიოთ შავი ფერი და ჩავასხათ. ამას მიეცეს შავი ეფექტი. შემდეგ დაგჭირდება ფილტრი. სანამ ფილტრებს გავაკეთებთ, დაგჭირდება ფილტრების, ასე ვთქვათ, მიერთება, რომ ფილტრები ძრულად გამოვიყენო. აცები, ოკეი. და ეს ეფექტი დამეხმარება მე რამოდენიმე ფილტრის არჩევაში და თან ერთმანეთს შეხამებაში, ანუ ისე ავირჩიე რამოდენიმე ფილტრს, მაგრამ ერთმანეთის შეხამებაში დამეხმარება ერთი და იგივე სურათზე. ამიტომ ავირჩიოთ შემდეგ ფილტრი Fibers, ეს იქნება შემდეგ განყოფილებაში. და ვაწვევი ოკეი. მივიღეთ ასეთი სახე. იმისათვის მეტი ეფექტისთვის კი არა და ეს ახლა თქვა ჯერამდე ეფექტი არა, ამიტომ დავჭირდება კიდევ ერთი ფილტრი. Steinet Glass. ეს არის ტექსტის განყოფილებაში. და ამაზე უკვე დავჭირდება ცვლილებები, იმიტომ რომ ეს წინა ვერსიაზეა დაყენებული, ანუ წინ ვერაზეც ვიმუშავე უკვე და ამ შემთხვევაში ეს არ მაწყობს, მოდი გავაკეთოთ სასურველი, რომ ცოტა დიდი, ასე ვთქვათ, წვეთები მივიღოთ, იყოს 30-დან 35-მდე. არ არის სავალდებულო უბრალოდ და 15-დან 20-მდე შეიძლება მისი დაყენება სისქეზე, ანუ შესაბამისად მას გამოყენებას დავჭირდება და იგივე ქვედა ავწიოთ 6-7, ვიზუალურად როგორც მოიწყოს. ამ შემთხვევაში მე ესე მაწყობს, ვაწვევი ოკეი. მივიღებ ასეთ სახეს. შემდეგ დავჭირდება ფილტრი Plaster, სადაც არის განყოფილებაში Sketch და Plaster. აქაც შეიძლება იყოს ძველზე დაყენებული, ამიტომ საჭიროა მისი ცვლილებები. იმისათვის რომ უკვე მოვირგო, რა თქმა უნდა. ზედმეტ ნაწილებს აქ უკვე ვაკლებ, იმიტომ რომ ყველაფერი ისინი არ მჭირდება და უფრო კარგად რომ იმუშაოს ფილტრმა, ანუ ზედ კარგად გადაეხატოს, ასე ვთქვათ. და ეს საჭიროა დავაპატარო და თავები იყოს მომგვალებული ფორმის. იგივე წყლის ვეთების ეფექტს ვაძლევ ახლა და წყლის ვეთები, რა თქმა უნდა, ოთხკუთხედი ვერ იქნება. თუ რა თქმა უნდა, თუ ამასაც მინდა რომ გავაკეთოთ. ვაწვევი ოკეი. ეფექტი მივიღეთ, მაგრამ ახლა ვიზუალურად მას კარგად ვერ ხედავ, ამიტომ ფილტრის რედაქტირება მოგვიწევს. Steinet Glass ფილტრი, ესეთი არ გვინდა, ანუ არ უნდა დაგვეწია ამ ზონაზე არ გვინდა და დავუწიოთ მას ტონები. დაახლოებით იყოს 5:2:1-ზე. ანუ ძალიან დაბალი დონეზე რო იყოს ვიზუალურად პატარა გამოჩნდეს. ესეთი კაი, მაღალზე არ გვჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ ესე ჯობია. რაც ვიზუალურად მე დავინახე და ასე ვთქვათ, უფრო უკეთესი იქნება, ესე იყოს წვეთი, ვიდრე ისე, რა თქმა უნდა, მას ვიზუალურად ხედავ. ეხლა დავჭირდება შავი ფენის მოხსნა. აქ წვეთები გვაქვს, როგორც ხედავთ, მაგრამ ეს არის შავი ფენი კვიშლის ხელს. ამისათვის უნდა მოვნიშნოთ, რომ გვინდა წვეთები. მარჯვენა ღილაკის საშუალებით. Sterilizer მარჯვენა ღილაკის საშუალებით ვირჩევ შემდეგ ბრძანებას. და ავირჩიოთ ეგრეთ წოდებული მაგიური ჯოხი. რომლის საშუალებითაც უკვე ხდება ვაკლიკავ სურათზე და ხდება ყველა ობიექტის მონიშნა, რომელიც არ არის შავი ფერის.
ანუ რაც გამოკვეთილია. ვაწვევი deletes და შედეგად ვიღებ შედეგს ვიღებ ესეც, ანუ გამქრალია შავი ფერი. ეხლა ეს ვიზუალურად კარგია, მაგრამ არის სადაგება, მოდი დავაფიქსიროთ. წვეთებს გავს კი ბატონო, მაგრამ არის რაღაც სხვა ფერის. ამისათვის დაგჭირდება რეჟიმის შეცვლა. და დავაყენოთ რეჟიმი overlay. რომ მივიღოთ ასეთი ეფექტი. ზედმეტი ობიექტებისთვის მაგალითად ეხა ეს სურათი თეთრია და არ ჩანს, მაგრამ შეიძლება აქ თეთრი ფონის მაგივრად სხვა ფონი იყოს და აი იგივე ჭიქის სახელებზე მე ამჭირდება რომ აქ წვეთები იყოს. ვიღებ ძალიან მარტივად საშლელს და ზედმეტი ობიექტები შემიძლია ესე დავშალო. იგივე მაგალითად ზევით აქ ქაფის ადგილია სავარაუდოდ და არ გჭირდება ახლა აქ მე წყლის წვეთები, იმიტომ რომ არარეალური იქნება გაცილებით ვიდრე აქ. ნუ შეგვიძლია რა თქმა უნდა მომატება თავის დროზე შეგვეძლო უბრალოდ ახლა ისტორიებით უკან თუ დავაბრუნებ და თავიდან გავაკეთებ და მივიღეთ ესეთი პატარა ეფექტი, რომლის საშუალებითაც ვხვდები რომ ვიზუალურად რომ ის შეიძლება იყოს ცივი, რადგან მან გაიკეთა წვეთები ჭიქაზე. სულ ეს იყო ის რო წარმატებას.